გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა. ღონისძიებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უმასპინძლა. კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ და გალობის უნივერსიტეტის დაარსების ისტორია გაიხსენა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელი და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა. მან ფონდისა და გალობის უნივერსიტეტის სახელით მხარდაჭერისთვის, ხელშეწყობისთვის, პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად სპეციალური ჯილდოები გადასცა საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს, თორაძის ფონდის დამფუძნებელს ნინო თორაძეს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ეროვნული სასახლის დირექტორს ნინა ყიფიანს და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ედიშერ სავიცკის. თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა გალობის უნივერსიტეტს, ფოლკლორის ცენტრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული ფოლკლორის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვა სასულიერო პირები, ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი, გალობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ანა ლოლაშვილისა და სერგო ურუშაძის ხელმძღვანელობით. საღამოზე შესრულდა საგალობლები და საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერები. პირველ რიგში მადლობა გალობის უნივერსიტეტს, ფოლკლორის ცენტრს, განათლების სამინისტროს, ყველა მხარეს, რომელიც აი ამ დიდ საქმეს ემსახურება, რასაც ქართული ფოლკლორის ესეთ მაღალ დონეზე მოვლა-პატრონობა ქვია. ჩვენთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს სწორედ ამ მუსიკით, ამ ხელოვნებით და ამ დარგით ვაჩვენოთ ის, რაშიც ვართ უნიკალურები. ეს არის მართლა არამატერიალური მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის, ეს არის ყველაზე დიდი საგანძური, რაც გაგვაჩნია და ყველაზე მაგარი თემა არის ის, რომ ამ დარგში ანზორ ერქომაიშვილის და უფროსი თაობის, ამ ხელოვანების შემოქმედების საშუალებით მივიღეთ ის შედეგი, რომ ბევრი ახალგაზრდა მოდის. ესე იგი, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის, ჩვენი ქვეყნის უნიკალობისთვის ახალგაზრდა თაობა დგას უკვე სცენაზე. ეს არის გადარჩენა, ეს არის ხვალინდელი დღე, ეს არის ის ხმამაღალი ხმა, რითიც უნიკალურობით შეგვიძლია რომ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ჩვენნაირი უნიკალური უძველესი კულტურის ერი ამ სამყაროში ძალიან იშვიათია. ემოციებით ვარ სავსე. ეს იყო საოცარი გამოსვლა ჩვენი სტუდენტების და დღევანდელმა წარმატებულმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენ ძალებში, დაგვარწმუნა იმაში, რომ უწმინდესის ნაკურთხ გზას წინ ვერავინ ვერ გადაეღობება. ეს გზა არის დალოცვილი და ამ გზას მიყვება ჩვენი მომავალი თაობა. მე ვარ დღეს ბედნიერი და ამაყი, რომ საქართველოს ეზრდება მომავალი, რომლებიც რეგიონებში წავლენ, ქალაქში დარჩებიან და მოემსახურებიან ჩვენს ფოლკლორს, ჩვენს ტრადიციულ ხალხურ სიმღერას, საეკლესიო გალობას და იქნებიან, როგორც უწმინდესმა ბრძანა, მთელ ქვეყანაში გამრავლდებიან, მთელ საქართველოში იგალობებენ და ჩვენ მივიღებთ ტაძრებში პროფესიონალურ გალობას. მადლობა ჩვენს უწმინდესს ამ უნივერსიტეტის შექმნისთვის, ჩვენი დალოცვისთვის და იმ კურთხევისთვის, რაც მოგვცა 2006 წელს, როდესაც დაფუძნდა გალობის უნივერსიტეტი და მან მისცა საშუალება ახალგაზრდებს დაუფლებოდნენ ქართულ ფოლკლორს და ქართულ საგალობელს. ძალიან ემოციური დღეა, მართლა საოცარი კონცერტი მისცა გალობის უნივერსიტეტის გუნდმა. გოგონებმაც, ბიჭებმაც მართლა აჩვენეს ის, რომ მათ შეუძლია ძალიან ბევრი და ჩვენთვის კიდე გასახარია ის, რომ ეს შრომა, რასაც ჩვენი გალობის უნივერსიტეტის პედაგოგები ეწევიან, მანამდე საალტბარო სკოლის პედაგოგები ეწევიან, ნამდვილად ფასდება და დაფასება მდგომარეობს იმაში, რომ ეს ბავშვები არიან ძალიან კარგები. ამ კონცერტის გამოჩნდა ისინი უკვე პროფესიონალურ გზასაც განან და ძალიან გასახარია. როგორც სიმღერაში, ასევე გალობაში მართლაც აჩვენეს თავი საუკეთესოდ და ულოცავ ყველა სტუდენტს, ყველა კურსდამთავრებულს, ყველა ლოტბარს, ვინც მიიღო მონაწილეობა
ამ კონცერტის ესე ჩატარებაში და პირველ რიგში გალობის უნივერსიტეტს მთლიანად, რომ არსებობს ეს უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეკლესია გვერდში უდგას ტრადიციულ მრავალხმიანობას და მათთვის ეს პრიორიტეტია. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდი ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებელი გუნდია, რომელთა მიზანიც გახლავთ ქართული სამგალობო და სასიმღერო ტრადიციების დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება. და დღეს კონცერტზე შესრულდა ის მრავალფეროვანი რეპერტუარი, წარმოვადგინეთ წლის შემაჯამებელი ღონისძიება და კონცერტმა წარმატებით და ემოციურად ჩაიარა. ეს გახლავთ გალობის უნივერსიტეტის ყოველწლიური ტრადიცია, რომ ყოველი სასწავლო წლის დასასრულს გაიმართოს კონცერტი. ეს გახლავთ საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია გალობის უნივერსიტეტისთვის და ჩვენც თანდათანობით გავხდით ამის ნაწილი. პირადად მე დაახლოებით 2 წელი ამ გუნდის წევრი ვარ და აქტიურად ვარ ჩართული, ესე ვთქვათ, გუნდის მოღვაწეობაში.